აკაკი გუჯაბიძეა საჯი რინგზე რესპუბლიკური კატეგორიის საჯი, გამოცდილების საჯია გუჯაბიძე. გიორგი ნატროშვილი ეს მეორე სეზონია უკვე კასებში ორჯერ იყო ის ევროპის ჩემპიონი. 2025 წელს და ახალგაზრდებში დიდებში გამოდიოდა 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებში პირველი იყო პირველად გამოვიდა დიდებში და სხვათა შორის კარგადაც გამოვიდა მე აღარ მახსოვს ერთი ბრძოლა კი მახსოვს რომ მოგვა მაგრამ ცოტა ნაადრევად გამოიქცა ასპარეზობას ხო 19 წლისა გიორგიობით ნატროშვილი და ჯერ 18-ის იქნება პაპაძე საბა პაპაძე ბათუმის აკადემიის წარმომადგენელია. მე მისი ბრძოლები არ მახსოვს, ახალბედა ფინალამდე მოვიდა ეს ბიჭი. უბრძოლველად ვერ მოვიდოდა რა თქმა უნდა. ნახუში ხონდა ეს ველის ვარიანტთან. ხელი ხონდა მე ვეღარ გითხარი ბატონო მამუკა. ხო, რეგენი გამოვიდა. აი ამაში ხონდა ხელი გადატეკილი. ძვალი ხონდა, მაგრამ მოვიდო პაპაძე მე ხარ. აბა ვნახოთ თუ გაუძლებს ლურჯი კუთხე. ნადროშვილი კარგად უტყავს, კარგად არის შეკრული, გრძნობს ნანძილს, აი პირველივე დარტყმა გააკეთა უკანა ხელით. კი, ისიც კარგი შემტევია, სიმაღლეში აქ პაპაძეს უპირატესობა, ალბათ ის შორიდან შეეცდება ზოლის წარმართვას. ოპერკოტი იყო ბოლო დარტყმა მარჯვნიდან გიორგი ნატროშვილის. მცირე უპირატესობით ბრძოლა მიყავს ნატროშვილს. სტაბილური მოკრივია. ყველა საერთაშორისო რესპუბლიკურ შეჯიბრებებში გამოდის არსად უმედლოდ არარჩევა ეს ბიჭი. კარგი მომავალი აქვს და ნახოთ. შემიძლია თქვა რომ თუ ასე გააგრძელა ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე იქნება. კი, ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივე იყო ბოლო წლების ასაკობრივებში. და უკვე კაცებშიც. ბაბა 60-ანა იქნება ახლო არ მიუშვას მეტოქე, თუმცა ეს არ იქნება იოლი გასაკეთებელი რა თქმა უნდა. საკმაოდ რაოდენოვანი არსენალი აქვს, როგორც ხედავთ ნატროშვილის, ისეთი ქვემოთ, წეულშიც კარგად როგორც წესი აქედან იწყებს ხოლმე მარჯვენა ხელის შეტევას და სად ვარდება? თავით პირიქით უნდა დაბალი ტანის მოკრივე უნდა ვარდებოდეს. პაპაძეს რიფსეულად უჭირავს თავი. კონდა მას ახლა ერთი შედეგიანი დარტყმა მარცხენა ხელით. ალბათ მეორე რაუნდში მოუმატებს ნატროშვილი. არც ეს რაუნდი წაუგია, მე მგონი რომ 5-0 უნდა მოვიდეს. ხო, 10 თვა არის ერთ-ერთთან. 10 ცხრები და ბოლო ერთმა საჭმა 10 თვა მისცა. იყო აშკარა უპირატესობა.
შემდეგი ფინალი იქნება სამველ ყაზარიანი და ლუკა მაჭუტაძე 80 კილოგრამში. მოაწყა ეხა მარჯვენა ხუთი. ნადოშილმა წამით გაიხსნა პაპაძე და დარტყმამაც არ დააყოვნა. პაპაძეს ცდილობს ხოლმე რომ დაასწროს მეტოქეს და ახლო ბრძოლაში არ შემოუშვას. აღსანიშნავია ბატონო მამუკარო, მეოთხე დღეა შეჯიბრება მიმდინარეობს. არც ერთი შეცდომით გადაწყვეტილება საჯებს არ მიუღიათ. უნდა აღინიშნოს. კი ბატონო. სულ ყველა შეხვედრაში ძალიან კარგად იმ საჯებს საჯემ არავის არ მისცეს სალაპარაკო. არავის. მაგრამ სამწუხაროდ არიან ცნელები, რომ ყოველთვის გონიათ, რომ მათი მოკრივე იგებს და რატომღაც ართმევენ ბრძოლებს. ეს არ ხდება. ეგეც უნებრივია ალბათ და ეს ყოველწლიურად იქნება. ნუ დაახლოებით ისეთი სურათი 10 თვე აღარ იქნება ალბათ მეორე რაუნდში. უფრო აქტიური იყო პაპაძე. ხშირად თავად ცდილობდა შეტევის დაწყებას. ისე ტრადიციული მარცხენა მუცელში შემდეგ მეორე დარტყმა აღარ გამოუვიდა ნატროშვილს, მაგრამ პირველი შედეგიანი იყო. ძალასარიგანს ნატროშვილი ძალასარიგანს ისედაც იცის რომ იგებს ბრძოლას. მოაწყა ეხა წინა ხელი ჯები, შემდეგ პაპაძემ შეუტია და ბოლო 10 წამია მეორე რაუნდის. იგივე სურათი იგივე იქნება მეორე რაუნდსაც მოიგებს ნატროშვილი. ოგირჩევია შეიძლება. კი ბატონო, ესე 10 თვე აღარ გაქვს 18 20-დან 1-დან 27 ეს არის. სალოვის მაგარი ბიჭი ყოფილა ეს გემურავი, ვალა, წავალ. ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლა იყო 65 კილოგრამში ფინალი. ზემოვი გაგნიძე რა თქმა უნდა ეს მოსალოდნელიც იყო. ძალიან ძიმე ბრძოლა იყო, მაგრამ 5-0 მოვიდა კაცო. ვერ გავიგე მათი გაბრაზების მიზეზი. თივებს საჯი აძლევდა პირველ, მეორე, მესამე რაუნდს, მე მგონი მე
მეორე პირველ მეორე მესამე ნუ აღარ ვიცი როგორ მოვიდა მესამე 4-1 მოიგო დენისეს დემოგრავს. ეხლა აი წარმოიდგინეთ აქ რა იყო გასაბრაზებელი. ევროპის ჩემპიონია თუ არ ვხვდები ახალგაზრდებში გაგლიძე, მაგრამ ლევანიც ორჯერ არის პრიზიორი ევროპისა. ხო, ის 65 კარგი შიდა კონკურენციები იქნება 65 წლებში. ყველაზე რთული ბრძოლები იყო 15 მონაწილე, თითქმის ყველა ნახეთ რა ბრძოლები გაიარეს ბიჭებმა. მაგარი საშუალო წონითი კატეგორია. აი ამ წონაში ყავს რამდენიმე გამოკვეთილი. პირველ გაგნიძე ჭოჭუაც ამ წონაში იქნება ის ტრავმის გამო არ აქვს მას დებიუტი კაცებში და ნუ ლაშაკურიც აქ არის. კი. კარგად უჭირავს თავი უგულ პაპაძეს გუშინ. დაამარცხეს ერთ-ერთი ფავორიტი. აქაც ისეთი დიდი უპირატესობით არ წაუგია, შეგვიძლია მას ვერცხლის медаლი მიულოცოთ. წინასწარ ვამბობთ ამას, მაგრამ ასე. კი, ჩანს. ასე ჩანს. უკვე იმდენი გამოცდილება დაგიგროვდათ ბატონო მამუკა, რომ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენც იმსაჯოთ. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იკომენტატოროთ. აღარ ისკავს ასე ვთქვათ ნატროშვილი. აღარ ისკავს იცის რომ 2 რაუნდს იგებს, მესამე რაუნდიც მიყავს და ნახეთ ტრავებს ხონდა ადგილი წარვიიხსნება. ხო, გრიგში ამის რისკი ყოველთვის არის. ყოველთვის უნდა სიფრთხილე გამოცდილი მოკრივია და სწორედ ამას უფრთხილდება. არ ართულებს ბრძოლას. უნდა ხელსაბასუხო ბატონო პაპაძესაც დაათვლეინა კიდევაც 3 დარტყმა მიაყენა და თან დაათვლეინა. რაც არ გააგრძელებს რა თქმა უნდა საბა. და დასრულდა ეს ბრძოლა გიორგი ნატროშვილს გამოაცხადებენ ახლა რამდენიმე წამში საქართველოს ჩემპიონად ზედიზედ მეორედ მოიგო მან ეს ტიტული. მეორე ადგილზე გავიდა ბათუმელი საბა პაპაძე და მესამეზე თბილისელი დავით ხვიტია და ახალქალაქელი აბშაკ ელიზბარიანი. შესაბამისად თბილისს აქ კაცებში მეორე ოქრო და ჯამურად 4 ოქრო აქვს თბილის. ბათუმელებს აქვთ 2 ოქრო ჯერჯერობით ქალებში, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაოს მედალი და ყავთ კიდევ 1 ფინალისტი არის შემდეგ ბრძოლაში ლუკა მაჭუტაც. 2 ოქრო ასევე გვაქვს 1 ქალებში, 1 კაცებში. გიორგი ნატროშვილი ზედიზედ მეორედ ხდება საქართველოს ჩემპიონი, ახლა კი 80 კილოგრამი აქ ნახევარფინალში გუშინ სამრულ კაზარიანმა ახალქალაქელმა დაამარცხა თორნიკე სულეიმანაშვილი თბილისელი მესამე რაუნდში და ლუკა მაჭუტაძემ მეორე რაუნდში მოუგო ხობელ გიგი თირქიას. ორივე კაზარიანიც და მაჭუტაძე სხვადასხვა წლებში და სხვადასხვა ასაკში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები ყოფილან. მაჭუტაძე იყო 22 წლამდელებში, 2022 წელს და კაზარიანი იყო ჭაბუკებში, დაახლოებით იმ წლებში. მათ შორის ასაკში არის სხვაობა, 25 წლის არის მაჭუტაძე და 21-ში უნდა იყოს კაზარიანი. ბოლო წელიწადში ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ბოლო შეხვედრა მათი იყო ბათუმში, ირაკლი აბაშიძის მემორიალზე, ის შეხვედრა